ვიდეოკამერების ჩანაწერზე, რომელზეც ფაქტობრივად ადამიანის ვიზუალი არ ჩანს და ეს თელმა დარბაზმა სხდომის დარბაზშივე კარგად ნახა. ყველა ადამიანმა ვინც იქ იყო, ამტკიცებდა მოწმე, რომ ამ ვიდეო ჩანაწერში იცნო გიორგი მიქაძე. საზოგადოებისთვის მინდა განუმარტო, რომ ამ ვიდეო ჩანაწერზე დანიშნულ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანებმა ვერ შეძლეს იქ პირის ან პირების იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბრალდების მხარემ თავად იმიტომ არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ამ ჩანაწერზე, რომ ისინიც მიიღებდნენ იმ პასუხს, რომ შეუძლებელია ვიდეო ჩანაწერში ვინმეს ამოცნობა, მაგრამ მაშველად მოუხმეს ოპერატიულ მუშაკს, რომელიც დღეს ცდილობდა სასამართლო დაირწმუნებინა პროფესიონალებისგან განსხვავებით იმაში, რომ იქ გიორგი მიქაძე იყო. ჩემი სურვილია, დაცვის მხარის სურვილია, საზოგადოებამ ნახოს ვიდეო ჩანაწერი, მისი ხარისხი და თავად შეაფასოს შესაძლებლობა იმისა, რომ იქ ზოგადად გიორგი მიქაძე კი არა, საერთოდ ვინმე ადამიანი არის თუ არა ზედ გამოსახული, ეს რომ თავად გადაწყვიტოს. ამის უარსაყოფათან დასადასტურებლად პროცესზე ჩავატარეთ პატარა ექსპერიმენტი თავად მოწმის მონაწილეობით. მას ვთხოვეთ, რომ ნებისმიერ კონფიგურაციაში ამ ვიდეო ჩანაწერით გნებავთ გადიდების რეჟიმით, გნებავთ ჩენელების რეჟიმით ეჩვენებინა მაგალითად ვიდეო ჩანაწერში გამოსახულ ავტომანქანაზე იკითხებოდა თუ არა ნომერი. ბუნებრივია მან ეს ვერ შეძლო, იმიტომ რომ ვიდეო ჩანაწერის ხარისხი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. იმის ფონზე, როდესაც მანქანის სერია, მანქანის მოდელი, ნომერი არ აიდენტიფიცირებადია, დაინტერესებულმა მხარემ, გამომძიებელმა ოპერმუშაკმა როგორ მოახერხა გადაჭრით ეთქვა, რომ ვიდეო ჩანაწერზე ჩანს გიორგი მიქაძე, მაშინ როდესაც შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტებმა ეს ვერ მოახერხეს.